დღეს Prime House-ში ნახავთ. მე გავეხებთ პოზას, მაგალითად ესე და ესე უნდა ჩახტით წყალს. გამარჯობა, მე გახლავართ ლაშა გელაშვილი. ვშლი ხელს და დევს სულ სხვა კარტი. როგორ ფიქრობ ეს კარტი გამთელდა თუ არ გამთელდა? შენი აზრით. სამი მონაწილე შემიძლია რომ წავიყვანო ჩემთან ძალიან მიხარია. თეონ არ გვინახავს ესეთ პროფესიონალურ ჭრილში, ზოგადად სცენაზე და რესტორანე. ჩვენ ფინალში მოხვედრას გაუმართ. ეტო, ჩამოდი, გალო. 2 დღეა დარჩენილი. ვარჯიშობ. ან დებილს გავარ. ვიცი რომ დებილს არ გავხარ. ერთი პირობით წამოვაგინდა? მიდი. შენ ჩანახატები წამოკითხე. მოდი. რატო შეცვალეს დამოკიდებულება? იმიტომ რომ დედა შემაგინე, გოგო. გავმარჯოს. არასდროს სამჯერო და სავყიფსელოების. ვიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ეგ თემა. აქ არის ფაჩი ფუჩი, ფიჩი ფუჩი და ტაში ტუში. საქართველოს ჩვეულებრივ სტანდარტული დილა გართენდა Prime House-ში, ისევ ვიღვიძებ ადრე, ჩამოდივარ რეცხავ ჭურჭელს, მაგრამ რა არის განსხვავება ამ დილაში სხვა დილებთან შედარებით, ის რომ აუთსაიდერებში აღარ ვდგავარ. მართალია ჩემმა ქეთო მაინც დამიწერა არ მოწონება, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არის ერთგულების არ მოწონება და ვიცი რომ ქეთოს ძალიან უყვარო. მე და ამიტომ მიწერს ამ არ მოწონებებს, რომ ყურადღება მივაქციო. მე ქეთოს მივაქცევ აუცილებლად ყურადღებას, ეხლა გავიკეთებ ყავას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ შაბათს აღარ ვიჯდები აუთსაიდერების სკამზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გულშემატკივარიც დაიღალა, ისინი დაისვენებენ, მეც დავისვენებ, ჩემი ოჯახის დაისვენებს, ზოგადად ყველა დაისვენებს, მე მგონი ამ უაზრობით. მაგრამ სამწუხარო ამბავი ის არის, რომ ჩემი ანი დააჯინეს აუთსაიდერების სკამზე. მგონია, რომ რაღაცა გათვლითი იყო ეს ყოველივე, ჯერა დარწმუნებული 99.9%-ით, რომ ანი აუცილებლად დაბრუნდება სახლში. ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები, მაგრამ პრინციპში ისეთ შეგიძლიათ ჩემთან იაროთ, მე ხო ვანგავარ უკვე, იმიტომ რასაც ვამბობ, ისე ხდება ზუსტად. 3 გოგო თქვი და თან 3 ზუსტად ის ადამიანი, რომელიც თქვი, 3-ვე დაჯდა სკამზე. მოკლედ წავიდეთ ჩემთვის საყვარელ ადგილზე. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. ახალი ადგილი მაქვს შეხედეთ. დარა, თქვენ გეგონათ აუსტა მივდიოდი, არა, ნურას უკაცრავა. ჩემი ახალი ადგილი მაქვს. ჩემი ბანერის ქვეშ ჯდები ხოლმე. ოპას. რატომაც გონია, რომ ანი იქნება SMS ლიდერი. რატომაც აი ესე გონია, კი არ მინდა გონია, რომ ესე იქნება. ანი! ანი! ახმა მაგდილით ტაისას. ანი! ხო არ წავიდა სახში ანი. დაველოდები როდის გაიღვიძებს ანი, იცი სადაც ვარ, ჩვენი ადგილი იცის უსრელია ხის ქვეშ და ამ ალუბლის თუ ბლის ხის ქვეშ დაველოდები ანის როდის გაიღვიძებს. დილით გამოვედი და გიორგი ისე უდარდელად თავის ადგილას წევს. გიორგისთან აღარ ვთამაშობ, ჩათვალეთ. საერთოდ აღარ არსებობს ეგ ადამიანი, დავიწყე თამაში სხვა მონაწილეებთან. არა მაქვს არავიზე პრობლემა, რომ არც ერთმა მონაწილემ არ შემიმჩნევს, ეს იყო უკვე რაღაც პერიოდის წინ, როდესაც თითქმის არც ერთი მონაწილე არ მიმჩნევდა, გაგდებულივით ვიყავი, განდეგილივით. ამ პროექტში შემოსულა ჩემი მიზნებისთვის და არა იმისთვის მონაწილეს მოვეწონები თუ არა. დილამშვიდობისა, გიო. დილამშვიდობისა. ახლა გავიღვიძე.
ვიბანავებ და მალე ჩამოვალ. გელოდები, იმიტომ რომ მომენატრე უკვე და გელოდები. მიდი. წყალი კაია. რა შვები, აბა დაწნარდი? უცნაური განწყობა მაქვს, არ ვიცი, შეგრძნებები და ჩამოვედი ქვევით, რაღაც წყალი ავიღე, დავჯექი აოსთან და გიოსთან რაღაც 1-2 კითხვა დავუსვი. პირდაპირ გეუნები, რომ ძალიან არასასიამოვნოა იმ სკამზე ჯდომა. მართლა? ანუ აი როგორი შეგრძნება დაახლოებით. თავს გრძნობ სასამართლო პროცესზე განაჩენის სკამზე. ძალიან არ ვნერვიულობ, მაგრამ რო წარმოვიდგენო იმ სკამზე დავჯდები და რაღაც ცოტა შანერვიულო არის. 3 დამნაშავე ზის და ამ 3 დამნაშავედან ნუ ჩემი წარმოსახვით ესეა. უნდა იპოვონ 1 უდანაშაულო. გაბოცდილი ადამიანია ამ საქმეში. მე მაინც გირჩევ რომ იყო ქალური. გიორგისგან მიღებულ რჩევებს რაღაცებს გავითვალისწინებ. დილა მშვიდობისა. ძალიან კარგი ამინდი გვაქვს. მეც ცოტა არ იყოს კარგი განწყობაზე ვარ. მართალია პირველად ვარ აუთსაიდერი და ამ ამპლუაში ცოტა უცნაურად ვარ. ცოტას ვნერვიულობ კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მეგონა რომ უფრო სანერვიულო იქნება და აუთსაიდერებში ჯდომა. მართალია აუთსაიდერის სკამზე ვზივარ. აუთსაიდერის სკამის დღე მაქვს დღეიდან, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და ვფიქრობ მაინც ლომოზე დღე გამიტენდება. მაშობი? მე წრეში ვუსამშობ. აუ მეც მინდა გამჭრი? ხო, დაჭრილი ხარ. გამოჭერი რა, გამოჭერი გიო. როგორი დღე გაქვს აბა? სათხარ შაბათისთვის? კი. სათხარ. მე ვიშთო და აღელვებული იყავი. რა თქმა უნდა, ეხა იმ სკამზე ჯდომა ესე ადვილი კი არ არის. ხომ მიეჩვიო უკვე თუ ჯერა. გიო შენაირად ვერა, მაგრამ ასე თუ ისე კი. მეგონი მიგაჩვევე. ხო, არა უშავსკეთ. თავარია ბედნიერება იყოს ყველგან და სიყვარული აფრქვევდეს. აბა რა. მე მაინც ჯერა რომ შენ სახში დაბრუნდები. აბა რა. აბა რა. დარირა. და ჩვენ სერსულში გადავა. დღეს ამ ბლოკნოტში ბევრ რამეს ჩავწერ მე. მე მგონია რომ ეს ბლოკნოტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებების სავსე წიგნაკი. კი. გიოს ფეხის ზომა 45 ნახევარია. რომელსაც გადაშლი და მე ამოიკითხავ ბევრ ამბავს. ეხლა Prime House-ის პროექტში ვარ. გუშინ ისეთი მაგარი ლაივი გქონდა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და გიო დამიტოვეს. როცა გიორგი მოწყენილია ხოლმე, აიღებს ანის დღიურს, სადაც ანი წერს ყოველდღიურ ამბებს. გიორგი ამიძანია ხალისობს. არა, როგორ შეიძლება აი ასეთი წიგნაკის მქონე ადამიანი, აი ასეთი წიგნაკის მქონე ადამიანი იყოს ისეთი ან ბოროტი, ან ცუდი. ჩემი აზრით ყველა მონაწილე თავისებურად განსხვავებულია და კარგია. აი ეს დავხატა ლიზა. მე და გიო. რა ვიცი, თუ შეიძლება ჩვენთან რომ დაირღვეს ადამიანის პირადი სივრცე, ვაფათვროთ პირად ცხოვრებაში ხელები, რა ვიცი, იქნება ეგ დღეურიც ჩემთან აღმოჩნდეს. ხო და ნუ მომპარავს ეხლა და ნუ გამიფუჭებს. მომწონს და მიყვარს. აი ესეთ შავწერე. ედი. Hello. რა შვებით? არაფერი, რაღაც იუსტიციაში მქონდა რაღაც საქმეები და მოაგვარე. მოაწერეთ ხელი ბოლოს-ბოლოს. მოაწერეთ. ორა, კაი ამინდია, მეც მინდა, მაგრა დაუზი, ეგრევე ავალ ჩამოვალ აუზში. ესე იგი, ჩვენ როგორც ხედავთ, უკვე კაი ხანია აუზესთან ვართ, აუზეში ვართ და ასე შემდეგ, მაგრამ აუზეც არის ხოლმე მოსაბეზრებელი. ამით რომ მოვიფიქრეთ ესეთი სახალისო აქტივობა, თამაშს არ ვიცი რამდენად დავარქვევ, მაგრამ წესებია შემდეგი. ვინც ითამაშებთ, მე განახებთ პოზას, მაგალითად ესე და ესე უნდა ჩახტეთ წყალში. ან გეტყვით რომ რას გონით და რაღაც პოზით უნდა ჩახტეთ, ნუ სასაცილო იყოს მთავარია, რომ გავერთოთ. ჯერ მითხარით ვინებს გინდათ რომ ითამაშოთ? ხელები აციეთ, ან ფეხები? ავტო? ვერ ვითამაშებ, არავის არ ეგონოს რაღაც, არ ვთამაშობ, ხელი მაქვს ნატკი და პირიქით, ეკიპთან ვაპირებ დაწვას.
საცია ვარ. რამე ცუდი არის ფიქრობ. ხო, ვინც არ თამაშობს, მჯერა რომ უბრალოდ ვერ. მაგალითად მეც ვერ ვთამაშობ, რადგან თმის დასველობა არ შემიძლია ჯერჯერობით. ეს იგი თეონა კეთი და ავტანდილი. ავტანდილის პოზა, აი ესე დაიჭირე. ხო. და რას გონით უნდა ჩახტე? მართლა? არ სპაიდერმენი, სუპერმენი. არა, ყველა ერთნაირი. ხო. თეონა იგივე ციცაკა. ხლუპ. Spider-Man! მამჩელიჯი გაიმარჯვა მეგობრობა, მაგრამ ყველაზე სიმპათიური არის როელი, ყველაზე კარგი არის როელი. ბასენში არ ჩამაგდო, მიკროფონი მიგეთია. არა, რაღაცები მე აქ არ ვიყავი, ეთყობდი მაგითო ვაპარაკობ. ეხლა მე აქ ვარ და ყველაზე კარგი ვარ მე. ყველაზე სიმპათიურიც მე ვარ. საღო, კარგები ხარ, კარგები ხარ. გაიწიეთ. სანამ ყველაზე ლამაზი მამაკაცი პროექტის წიგს კითხულობთ, პატარა ბავშვები იბრძვიან სილამაზეს. მადლობა რომ ჩემ აიკოს შენი აიკოსი 10. გიო, ციგნიც რო ჩახტე ესე ვითომ. გალო, თუ ხელი მткиვა. ციგნით სოდოა. რისოლოდები. პრიზი, მოთხოვნე კოქტეილი 9-ზე. აუთო ვიღაცა დაიჭა. მოგონი მოვიდნენ ისე. დაიჭირეთ. აი ესე ვერ დაიჭერე. ან მოვიდნენ ჩვენი პატარა გულშემატკივრები. ძალიან საყვარელი ბავშვები არიან. მადლობა. ვაძლევთ წერილებს, სადაც წერია რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი ხელმოწერები. დაშა ხელი გავიჩერი რომ ავდიოდი ღობეზე რომ რაღაცეები მესროლა. მოდი ჩვენ გასაჩუქრებით, ცივი არის გაგისწორდებათ. თქვენს რომ ავთანდილის ფანები ვართო და როიალიც ძალიან გვიყვარსო. მადლობა თქვენს. რა თქმა უნდა ავტო ევასება ბავშვებს. რა გასაკვირველი ეგ არის. ნუ რა ვიცი, როელი ყვიროდნენ და როელი მოიგოს. აი ჭერდი ავთანდილიო. ესე გვახარებენ ჩვენი ფანები ჩვენ და ესე ვახარებთ ჩვენს ჩვენ ფანებს. ჩემო მეგობრებო, ჩემი კედელი კი იცით, როგორი მრავალფეროვანია. ხან რა იწერება, ხან რა იწერება. საპროტესტო კედელი. 2 ივნისი. აგულს გავუკეთებ და ალბათ მიხვდებით რატომ? იმიტომ რომ ეს არის პირველი კვირა, როდესაც მე არ ვზივარ აუთსაიდერების სკამზე და ეს დღე ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახის წევრების და ჩემი გულშემატკივარისათვის. ესე მორიგი ფურცელი კედელზე გაეკრა. 2 ივნისი არის ჩემ ცხოვრებაში ძალიან მაგარი დღე. გონია რომ სანამ პროექტი დასრულდება და იქამდე სანამ ვიქნები ამ პროექტში, ეს კედელი სულ იქნება რაღაცა სხვადასხვა ტექსტებით, სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებით, შევსებული და რაღაც აჭრელებული. გამარჯობა, მე გახლავართ ლაშა გელაშვილი. როგორც ხედავთ, ილუზიონისტიც ესტუმრა უკვე Prime House. მე როგორც გავიგე, აქ ფოკუსების ძალიან მოყვარული ხალხია, ამიტომ ნახოთ ახლა როგორ აინტერესებთ, იმიტომ რომ მოინ ძალიან კარგი და საინტერესო ნომრები მაქვს მათთვის მომზადებული. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. როგორ აქრება? რაშევით? მე მგონი ერთი გაკლიათ, ხო, თეონა? თეონა არის ბავშვებს ასწავლის ცეკვას და ურუსკესის გადაცემაზე არის ქორეოგრაფია. და პატრიკი ჭუპა-ჭუპას აკეთებს. ჩამოვა მალე. საინტერესო. ისე როგორ ახართ, როგორ გძნობთ თავს? კარგად. დღეს გვასწავლეთ რაღაც ჯადოქრობას, რაღაც მონაწილეების გაქრობა რო შევძლო, მაგალითად. აი, მონაწილეების გაქრობა არ ვიცი. გამოგვიყვარ. რო გააქრობ ერთს, მეორეს, მესამეს. თორ ჩემი მე და ანი. კარგი, მოკლედ, ახლა არ ვიცი მე რამდენად გამომივა თქვენი გაოცება ყველა ვარიანტში ვეცდები მაქსიმალურად რა რაღაც საინტერესო ატრიბუტები მაქვს თქვენთვის წამოღებული. პატარა ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ რა. ილუზიების გამოცანა ადვილად გამომდის ხოლმე და ფოკუსების და რა მგონია რამეთ გამაქვირვოს. ახლა დამჭირდება ვიღაცების დახმარება რა. როიალი და მოდი ანას ვთხოვოთ კიდევ დახმარება. მე გავიხედები, არ შემოხედავ, ესე ჩამოშლი რა სადღაცა სტოპ უნდა მითხრა, კარგი? შენი კარტი ამოვირჩიოთ. მზად ხარ? აი, გავიხედები, სტოპ მითხრა. სტოპ. აქ? კარგი,
დავჭრი. დაიმახსოვრეთ. კარგი. ხათ კარტის გამოცნობაზე არ არის. იმედია დაიმახსოვრეთ, ხო? აი როიალი ეცდება რომ შენი კარტი იპოვოს. როიალ. აი ახლა ნებისმიერ კარტს რომელსაც თითს დაადებ, ის იქნება ანის კარტი უნდა იპოვოს. ჰალალა. ერთი შანსი გაქვს, თითი დაადე და შენთან წინ გამოწი. წინ გამოწი. კარგი. დამა რომელი იყო? ყვავი. დამა ყვავი. გადმოვატრიალი ნახე აბა რომელი კარტია. ყვავი არის. ექვსიან ყვავი. არა უშავს როიალ შეიძლება არ გამოგივიდა ფოკუს. როიალმა რა გააკეთა? ისი დამა ყვავი იპოვა და მე ექვსიან ყვავად გადააქცია. ამიტომ ყოჩახ როიალ ძალიან კაი ფოკუსი იყო. იღებს 6-იან ყვალს. მეთქი თავიდან ხო არ გადავიღოთ. რა მეხერხული არის ძალიან თქო მეთქი ვთხოვოთ პროდიუსერებს. ეხა სტუმარია ხო ხვდებით დეხავს. მაგრამ არა ეხა ვიღაცის დახმარება დამჭირდება რა. როიალი და ანი მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მოდი შენს მიერ ამორჩეულ 6-იან ყავს გამოვასწორო. შეცდომა გამოვასწოროთ. ამ 6-იან ყავს როდი ზოგადად ილუზიონისტებს არ მოყვარს რა შეცდომით. დავხილ. 1 და 2. ხელი მომიცი. შემოუჭი შეკარი. მეორე ხელი ზემოდან დააჭრა. აი ესე. დამაყვავი ხო? აგერ არის დამაყვავი. ოდნავაცდი სხვათა შორის შუიდან ამოიღეთ. დიდი შანსი ქონდა რომ გამოგეცნო, მაგრამ არა უშავს. მოდი ესეთი რაღაცა რომ გავაკეთოთ. შენი კარტი იყო დამაყვავი. აქ გაქვს რომელი კარტი იყო? 6-იანი ყვავი. 1 2 3. ნახე 6-იანი მე გამიხარ. ხედავ, აქ მაქვს 6-იანი. თუ აქ მაქვს 6-იანი, წესით აქ სხვა კარტი უნდა იყოს. ხო, ახლა 2-6-იანი ყვავი არ აქვს, ხო? ხილად გაშალე და გვანახე ყველას რა კარტი გვაქვს. აუცილებლად ყვავი. ნახე ყველას გვანახე. ერთი ნაწილი. ვშლი ხელს და დევს სულ სხვა კარტი. მე გაჭირებული. ერთი წამით მეთქი. წეღან რა მოხდა? რა გააკეთე მეთქი წეღან? მე შენ შესაძლებლობაში დაწყებული. არა, მე შენ შესაძლებლობაში დაწყებული ვიყავ. მეთქი ღმერთი ჩემო. იესო ქრისტე. მაფათიე ჩემი წოდოებისგან. მიშველე ამ სიბოროტესგან. შემოდი ამ სახლში და დამკურთნე და მაფათიე ჩემი წოდოები. ეს რა მოვიდა მეთქი აქ. ეს მაგიხარ მეთქი? ჩუმად გითხე. არაო. კიდე კაი მეთქი არ ხარ. როიალი იყო ერთი დიდი ბავშვი, რომელიც გაუცებული უყურებდა ლაშას და ამ ჯადოქრობის შემდგომ სულ ყველაფერს და პირჯვარს იწერდა და ღმერთს რაღაცებს თხოვდა. ან შენი დახმარება ეს ნაწილები მაგრად მოუჭირდა აი ეს მაგრად და შენი წარმოდგენა უნდა დაგვეხმაროს ვიზუალურად ნახე ვიზუალიზაციას აქ ძალიან ძლიერი ძალა განსაკუთრებით საილუზიო სფეროში ამიტომ წარმოიდგინე რომ ეს ნაწილები სათითაოდ ერთმანეთთან ახლოს ესე ერთდება და ერთ მთლიან დაუხეველ კარტად იქცევა. დამაყვავად ხო? დამაყვავად, რა თქმა უნდა. ამიტომ დამაყვავი დავხიეთ ასე რომ ვთქვათ რა. როგორ ფიქრობ ეს კარტი გამთელდა თუ არ გამთელდა? შენი აზრით. თითქოს და მართლა ხელში რაღაცნაირად გააიბერა გამთელდა. კარგი, ნახოთ ეს გაშალე ოდნავ და ნახოთ რა ხდება შენს ხელში. შეიძლება არ გაიცა. ანახე, გახსენ თავარია დამაყვავი იყოს, მაგრამ თავარია დამაყვავი იყოს. გიოცა? რა? როგორ არ არსებობს? მაგია? ვოლდემორტ? რეიცეტარებს აქ. კარგი, იცი რა ვქნათ, ერთი რაღაც პატარა ექსპერიმენტი მინდა რომ ჩავატარო რა. ამისთვის მე დამჭირდება, მოდი სალომე დამეხმაროს რა. სალომე, მე თქვენთვის სპეციალურად წამოვიყესით თეთრი ბარათები, სადაც წერია სხვადასხვა ქალაქები რა. აი ხმამაღლა წავიკითხოთ ყველას მას. ნიუ-იორკი, რომი, ვენეცია, ვაშინგტონი, სტამბოლი, შანჰაი, პრაღა, ბერლინი და ასე შემდეგ. ყველა კარტზე არის განსხვავებული ქალაქებია რა. მე გადაგიშლი და რომელიმე ბარათს თითი დაადი. შენ რომელსაც გაიხარდება, თითი დაადი. ეს, აი ზუსტად ეს. გამოწიე. დაიმახსოვრე. მინდა რომ ამ ქალაქზე იფიქრო. სალომე შეუბდება რომ ეხლა იფიქრე მაგ ადგილზე რომ მომიხმარო და მეც ავიკითხო შენი ფიქრებიო. მეთქი ეხლა შევუშლი ხელს. და ვზიარ და ვფიქრობ კუმისი. თუ შეგიძლია იფიქრე ისეთ რაღაცაზე რაც ძალიან კავშირში ამ ქალაქთან. სალომე მაგროს ფიქრობს პარიზი. კუმისით მაგტავში. კუმისი. კარგი, მოდი ახლა მე ვეცდები. არ ვსანიად გამომივა, მაგრამ ვეცდები რომ გამოვიცნო, რაზეც შენ ფიქრობ რა. მინიმუმ ქალაქი მაინც აბა ვეცდები. ბიჭნიგაური. ვეცდები რომ გამოვიცნო. კაი. მე მგონი მე დავამთავრე. შეგიძლია ხმამაღლა გითხრა
კოშკზე ვფიქრობ. კოშკზე? რის კოშკზე ფიქრობ? ეიფელი. მართლა? და ქალაქი რომელი იყო? პარიზი? ნუ მიხარია რომ ერთი ორი გამოვიდა. ვერ გამომივიდა. და ბოლოს აი გიორგი შემოგთხოვ დახმარე. კარგი. ნახე მე მაქვს აქ სხვადასხვა მსახიობები ამორჩეული. მაგალითად სკარლეტ იოჰანსონი, უმა თურმანი, რუსკა მაყაშვილი, ქართველებიც არიან რა თქმა უნდა. მარცხენა ხელის ცერათითით, აღონთ არ უნდა შეხედო, იმიტომ რომ შენი არჩევა უნდა იყოს შემთხვევითობით. მე ხვდები უნდა იყოს შემთხვევით, ამიტომ არ შეხედო. ცერათითით რომელიღაც ფურცელი მონიშნე და პირდაპირ გადაშალე, ისე რომ მე არ დავინახო. გადაშალე, წესით რომელიმე მსახიობი ამოგივა. კარგი, ეს როლი აღარ გჭირდება. მე ვეცდები რომ ცოტა ორიგინალურად გამოვიცნო რა, მაგრამ რამოდენიმე კითხვას დაგისვა. ამ მსახიობზე ბევრი ფილმი გაქვს ნანახი. კი, ძალიან ბევრი. მართლა? აი. ეხლა თუ გამოჭერ. არა, ეს წამით. მივდივარ პროექტიდან, ჩემი ფეხით მივდივარ პროექტიდან, გითხოვთ პროექტს, დასტრესილი გავა. კარგი. ჭრის და 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 ჭრის. მე ახლა ვერაფერს ვეღარ შევცვლი, თუ შეგიძლია ხმამაღლა დაასახელე, რომელ მსახიობზე ვფიქრობ. დამავიწყოს. მონიკა ბელუჩი. მონიკა ბელუჩი. აუ, კაი. მაშინ მეგობრებო, მიესალმეთ, იმიტომ რომ თქვენ სცენაში აგერ ბრავო! ვინმე რომ მომაწოდოს თუ შეიძლება ტელეფონი და თუ შეგიძლია Instagram-ი რო გახსნა. საძიებო სისტემაში ამ search-ში მოძებნე ლათინურად ლაშა გელაშვილი. და საერთოდ შორის სანამ თქვენთან მოვიდოდი, ბოლოს ვიცოდი რამ ფოკუს გავაკეთებ და ერთი ფოტო მაქვს ბოლოს დადებული, რამდენიმე საათით ადრე რა. თუ შეიძლება ის ფოტო რო ნახო, ბოლო ფოტო რომელიც მაქვს ატვირთული, ლაშა გელაშვილი. და გახსნა ბოლო ფოტო. მონიკა ბელუჩი. მართლა შეიძლება იგი იყოს? ხო. დადებული 4 საათი. მე დამბოქვა. ვაფშე არის საინტერესო. აქ პატარა ბავშვების საქმე ეგ იყო მაგია. ამ ბევრი ფოკუსი დაფუძნებულია ხელის ტექნიკაზე. ეხლა გასწავლით როგორ ხურდებით ხოლმე ილუზიონს. თქვენ ყველამ გააკეთეთ, სახელები ოდნავ მოადუნეთ, ესე. ეხლა გააკეთეთ ესეთი რაღაც. გააკეთეთ კარგად, გადააჯვარედინეთ და ეცადეთ რომ მარჯვენა ხელის ნეკათითი მარტო ნეკათითი გაამოძრავოთ. მარჯვენა ხელის კი მარტო ოჯახი. ეხლა ცერათითის. აი შენ ოდნავ სწორად აკეთებ. გეჭიროთ ესე, გეჭიროთ და სამთლაში უაკეთებ ყველანი. 1 2 3. What? ამოტრიალეთ. რა ბიჭო. სად მოგვაკოა? მეთქი შეაფერისტო. ეხლა გასწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს უბრალოდ არის შესავალი იმისთვის რომ ადამიანი რაღაცისთვის მოვამზადოთ და ვეუბნებით რომ აი უბრალოდ ხელები მოადუნე, ესე გააკეთეთ, თუ მინდა რაღაც სხვანაირად გააკეთებინო როგორც გაგიხარდება, უნდა დავუჭიმოთ ხელები და უნდა გადავაჯვარდნოთ. მართლა ვაჯვარდნებთ რა. ეხლა მე მაგალითად თქვენ ყურადღების გადატანაში მეხმარება რომ ბევრი ადამიანია რა. ამ შემთხვევაში გეუბნებით რომ აი მარჯვენა ხელის ნეკათითი გაამოძრავეთ. ამასაც არ აქვს ან ნიშნულობა. მე გეუბნებით რომ აი მარჯვენა ხელის ცერათითი გაამოძრავეთ და გიყურებთ ყველას და როდესაც უყურებთ ყველას რომელიმე ერთს ამ შემთხვევაში ანა იყო, ვუსწორებ. ნახე, აი ცერათითი და ამ დროს მე ამ ხელს პატრიალებ, ცერათითი, რეალურად ვაკეთებ, აი ესე მიჭირავს ხელი, ნახე. აი ესე მიჭირავს, ხედავ? ყურადღების გადატანა და სისწრაფე. ვერ მივხვდი რა გააკეთა ლაშა. შეგიძლიათ თქვენც ამის გაკეთება მაინც ვერ გავიგე. ამით დაი. ანი მაინც ვერ მიხდა. ვერ გაიგე. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი მასპინძლობისთვის. იმედი მაქვს მოგეწონათ და გისურვებთ ყველას აბა ნახვამდის ყველას წარმატებები. კიდე მინდა. აი პატარა ბავშვებით მინდა კიდე. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი იყო. სასწაული რაღაცები ჩაგვიტარა, გაოცებულები დაგვტოვა ყველა მონაწილე და ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენ პროექტში რო არ არის ეს ადამიანი, თორე ყველა dislikes და likes როგორც უნდა და ისე შეცვლიდა და ისე ჩაატარებდა სასწაულებს. ვისწავლი ფოკუსებს და მე დაგიბრუნდებით. ეხლა მოჭერით. და მე როცა ვიდომ გავკრი. ლაშა გელაშვილის მიერ ინსპირირებული როიალი ცდილობს ჩვენც გაგვაოცოს. ეს რა პრობლემა? აქ დავდებ?
აირჩი. აი კამერას ახლა. დებ ზემოთ. დაიკარგა შენი კარტი, ხო? უბრალოდ ვიცი როგორ უნდა. და ამიტომ საიდან მიხვდი? არა ოდით. თუ გულს ვადებ ზემოდან. ნუ გეშინიეთ, ეგ მაგი არ არის, უბრალოდ ხელის ტექნიკა არის. რა კარტია? კაკოგული. მე ვხედავ დამაგულს. მე? ჩემი მასწავლებელი ლაშა. კელაშვილი, ლაშა. დღეს ანი ისეთი აღფრთოვანებული იყო ლაშას მოსვლი და ისეთი თვალებით უყურებდა, რომ ცოტაზე ვიეჭვიანი კი რაღა. ისე უყურებდა. კარტიც კი დაიტოვა და ამაყვავი დაიტოვა სამახსოვროდ ლაშასგან. ეს ის დამაყვავია ლაშა გელაშვილმა რო დახია და ჩემ ხელში რო გამთელდა. და ამას შევინახავ მე ჩემ ბლოკნოტში. ან ცოტა ხანი მეჭირება ხელში. ნანი. კიო? ჰა. შენ იეჭვიანე? რასთან დაკავშირებით? ერთ ადამიანზე. ვიზზე საუბარი. ერთ ბიჭზე იეჭვიანე? ვიზზე ვინა ბიჭი? აი რო იყო მოსული ჩვენთან ვიღაც. ვინ იყო მოსული? ლაშა. აბა ლაშა. ილუზიონისტი რო იყო. ბიჭო ხო რაღაცა ვთქვი, მე რა ხდება? შენ ხო იცი არავის არ გასაეჭვიან. ვიცი, აბა. შენ ხო იმინა თავიდან ფეხებამდე ბრილიანტი ხარ. მოიცა ხრინავდი მე რომ მეძინა? ჰა? ერთხელ გამოიხურნა მარტო. გიორგი წევს აუსთან და ამოუშვა ხრინვა. ამოვიხუნეში ალბა, განა ვიყურინე, ამოვიხუნეში და ვიღაცას გაუხმება ეგ თავი, რო თქვა რომ ხრინავდაო. ისე საყვარლად ხრინავდა. აქეთ-იქით უყურებოდი, მეთქი ვინმე მარ გააღვიძოს თქვა. ხრინო საყვარლად არ გამიგია, მაგრამ ანი ჩემგან დიდი მადლობა, ის გული ესეთი. გოგო, ავთოს რა ჭირს? რა ჭირს? ავთო რო თვალს დამაკდა, ქეთის ვკითხეს, სად იყო, ან ცუდად ხორგზნობდა თავს. რა ვიცი, თავს ცოტა ხშირი მო. ой, არ ვიცი. აბა. რაც მო ძინავს. შენ თუ ვიცოდი. გადავწყვიტე რომ ავსულიყავი და მომეკითხა როგორ იყო. ეს როდის გააკარე? ბიჭო. გაიღვიძე ერთად სამი. რატო? რატო რა გჭირს? ჩემ მასლომაც კი ვერ გამოაფხიზლა. გადმოტრიალდი დამელაპარაკე. არა, მე თვითონ მოვაპარაკოთ, ახლა მეცინებდა. ოკეი. დავიმახსოვრებ. როგორც ისეთ უკვე მე ვთამაშობ ცეკვალ სპექტაკლში მედეა, 3 მონაწილე შემიძლია რომ წავიყვანო, ჩემთან ძალიან ვიხარია, დაგახარებულა და წამოდით ახლა დაპატიჟოთ მონაწილეები. დღეს მაქვს სპექტაკლი ცეკვავ, როგორც ისეთ ხო დავდივარ ხოლმე ხშირად, ხო? და თან სასიხარულო და თან სამწუხარო არის ის რომ ყველას ვერ ამარა 3 მონაწილე შემიძლია რომ წავიყვანო ჩემთან ერთად სპექტაკლზე. ეს არის სამეფო უბნის თეატრში არის ეს სპექტაკლი. რეჟისორი არის პატა ციკოლია და იმას ქვია მედეა. პირველ ბილეთს გადავცემ როიალს. ტაში მეგობრებო. მეორე ბილეთს გადავცემ პატრიცია. და მესამე ბილეთს გადავცემ ლიდიკულა.
მე საყვარელო. Love you. ლიზა, რომელმაც დისლაიკი დაუწერა? ვინც ჩააყენა აუთსაიდერებში, ის წაიყვანა რაღაცა შემორიგების ამბავი ალბათ. თუ დარჩება რომ შემდგომ დასახელებაზე უკვე იზი მაგას დაასახელოს. გამოსყიდვა უნდა თავისი დანაშაულის. მიხილავთ სცენაზე. რა მაგარია, მადლობა. ოთახში ვართ 4 ადამიანი. აქედან 3 ადამიანს ხდება მოსაწვევები და მე ვრჩები მოსაწვევის გარეშე. ტეონა ციცაკიშვილი. ძალიან გამიხარდა მართლა რომ დამპატიჟე ტეონამ. ძალიან მიხარია, ძალიან და მადლობა თეონას. თეონასიო, ჩვენ შორის ამოვარდასიო. ცოტა ეხა მეწყინა, რა თქმა უნდა, ცოტათი მეწყინა, იმიტომ რომ მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ? დღეს მივდივართ ხო? დავითო. მივდივართ არა, შენ არა. მე არა? არ მივდივართ? კაი. მე მგონა ყველასთვის იყო. სამწუხაროდ ვერ მოხვდი 3 ადამიანში. ჩვენ ისევ სახლში ვრჩებით. ისე ვიკიდა. ველუყურებ სპექტაკლს. ჩვენმა მეზობელო მათებიჩმა დაგვაპატიჟა სპექტაკლზე, სახელად მედია და მივდივართ ყველანი. ყველა რა, შენ სამნი მივდივართ და დანარჩენები. ზუსტად ვიცი რომ ძალიან უნდათ. თან თეანა რო არიდებდა ბილეთებს, აი ისე იყურებდნენ ნეტა ჩემ. მეც მინდა ნეტამე. რა ვქნათ ახლა ყველა მაგარი არ დაიბადება ჩვენ სამნი. ჩორჩეულებიო. ჩვენ მივდივართ, თქვენ არა. არ დაგეძინოთ სპექტაკლის დროს. ძალიან არ მინდა რომ გული დაწყდეთ. ესე რატო უნდა ხდებოდეს რომ მე მივდივარ საგულავთ და ესეთი რჩებია. ურაკნა. თეატრი, არც გასვლა, არც არაფერი. წავედით. ნახავდი. კარგად. არჩეული 3 მონაწილე გამოიპრანჭა. თავა წეულები გავიდნენ სახლიდან. უკეთრებათ, მაგრამ ჩვენ სახლშიც გავერთობით. ხედავ რა მოვაწყე? მაგარი ლამაზია. რესტორანე. ვართუშეთს ჩამოვა. აქ დაიდება? ხო, აბა რა საწავიყვა. მე დამაზე დავზები. ეგრე სანტელებია. ბუასილის. პაპავერები. რა მაინც ციკი, აჰა. დარქო მე რომანტიული საღამო არ მოგიჭყვენი. არ გავიგონო, ეგ ღორის ხორცის დაგიკალი. ციცაკამ რო იცოდესო სახლში ახლა ის მოიტანეს, მე მგონი არ წავიდოდა სპექტაკლზე. მით სხვა სანტებელა მოიტანა. ბოდი კეთო არ გინდა ლუდი. არა, უნდა ვივარჯიშო. კაი. მართლა არც ხელოთ იმას სახში რატო შევიდე. ბავშვები შეშინებულები არიან. დრამა. მე ვართუშეთს მოვიდა. ბავშვები წავიდნენ სპექტაკლზე. მამა გინდა დაგისხა. თან ცრემლიანი თვალებით იყურებდნენ ლუდი რომ იცოდნენ რომ აქ არის. დაწუნებულა როიალს ისე უნდა სპექტაკლზე წასვლა. ой ისე იცოდო ტიროდა ის ბედნიერებისაგან. მახა. დავიჯერე. აბა გავგვიმარჯოს ხალხო. ფინალში გვენახოს ერთმანეთი. მე მაინც გონია ფინალში ვიქნები ჩვენ. ჯერ მოიცა ხვალ, ზეგ გადავიდე და მე ჰოპს დავიძახებ. მე მაინც გონია რომ გადახვა რა ვქნა. მეც ეგრე მგონია. შენც გონია? რომ დავბრუნდები? მაგის წყალი არ გაუღო. ალალა, და წყალი არ გაუღოთ არ. შენც რომ გვემეგობრებოდნენ მე რა. უთხარი რავი ქეთის და რავი. გოგოებო თუ გინდათ მოდით და დავლიოთ ლუდი. უთხარი ქეთისა. შეურაცხყოფ თუ არ მიიღო. მაგრამ იტყდება რა, ეგეთი დვიჟენია რო არის. ამბაიც რომ ერთად არ შეგვიძლია რომ დავждდით და დავლიოთ თუნდაც რა. რავი უთხარი, აბა მე თვითონ მე არ მაქვს პრობლემა, თვითონ მეც ვეთქვი. მეც თვითონ თუ ის ქეთის უთხარი მე, ქეთის სხვა არაო, საო. არო ვარჯიშს ვაპირებო და რავი. შენ დავლიო. მე მაინც გონია რომ ციცაკა ძალიან ერთი სული აქვს როდის მორჩება სპექტაკლი რომ თავისი შაშხი რაც მოითხოვა მოვიდეს და ჩაბოდა როიალი კიდე ლუდებზე მოვიდეს ჩემი აზრით ავთანდილ ბატონო მე რაც მაინტერესებს იმაზე პასუხი უნდა გამწერა მითხარი რა გაინტერესებს რას ფიქრობ შენს და პატრიკის ამ უარყოფით ენერგეტიკაზე მე ვფიქრობ რომ გუშინ პატრიკს შეეშალა
არის არასწორი ყველანაირად ჩემთან მიმართებაში. რაც შეეხება dislikes ვუწერ ადამიანს, რომელიც არ სცემს სხვა ადამიანებს პატივს, აქედან გამომდინარე, ჩემს dislikes ვუწერ ავთოს და ავთო სანამ ჩემზე იტყვი, რომ პატრისია მზე ჭამოსო, ჯერ შენ ჭამე, მე დამიტოვე და გავსინჯავ. ვთვლი, რომ ის dislike-იც და ის არგუმენტებიც, რომელიც ამ dislike-ს მოაყოლა, ყველაფერი იყო ერთი დიდი შეცდომა და გვაფშე გუშინდელი პატრიკის გამოსვლა იყო ერთი დიდი შეცდომა ეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგ ესე ბჭყალებში რო თქვა პონჩი ვარ ჩვენ. კი, აი ძალიან გაასწორებდა სპექტაკლი, რა თქმა უნდა, იმას არ ვიძახი, რომ სპექტაკლი ცუდი იქნებოდა, მაგრამ მოდი ვაგებ აუსთან სიგრილეში ნიავში რაღაცა. მოდი მაგრამს გაუმარჯოს, მოდი გიო. ჩვენ მაგრამს გაუმარჯოს. ჩვენ მაინც იმეს ვიტოვებთ, რომ ყველა მონაწილე, რომლებიც არიან შიგნით სახლში, თეო კეთი, სალომეც ჩვენ შევსთავაზე და შემოგვიერთდებიან ჩვენ. კი, აუცილებლად შემოგვიერთდებიან. ღონისძიებაში და ყველანი ერთად ვიმხიარულებთ. რაღაც მომენტში დავივიწყებთ რაღაცა ცხენებს და რაღაც გაბრაზებას, გაბუტოას თუ ასე შემდეგ. მე თუ შემიძლია შევლია სხვასაც. დრო არის რომ გადავერთოთ უფრო სტრატეგიულ თამაშზე, უფრო გონიურულ და ჭყიანურ თამაშზე. აბა გაგვიმარჯოს ხალხო. dislike-ი და like-ი დედაც ცხოვრებას გაუმარჯოს. მართალი აუთსაიდერებში ხარ, მაგრამ აუთსაიდერობა ჩემი მაგალითიდან გამომდინარე არაფერს არ ნიშნავს. თუ ხალხი გვერდში გიდგას, მე მგონია რომ შენც და ავთოს ფინალში იქნება. ჩვენ ფინალში მოხვედრას გაუმარჯოს. აწებინე დგა. მე ჭამე გეყობა. ფინალში მოხვედრას გაუმარჯოს. მოვედით ბათებიჩთან სამეფო უბნის თეატრში და ძალიან მაგარ განწყობაზე ვარ და ეხლა უნდა დავესწროთ ძალიან მაგარ სპექტაკლს მედიას. კიდევ ერთხელ აი დაგვდა მეუღლა. ეხლა ამას დაგველობთ. ძალიან საინტერესო იქნება როგორ იწევებს ჩვენი თეონა. მოვედით ერთი სული ბოქსში შევიდეთ და უყურეთ ჩვენს თეონას. ყველაზე საინტერესო ის არის რომ თეონა არ გვინახავს ესეთ პროფესიონალურ ჭრილში ზოგადად სცენაზე და აი პირველად ვნახავთ და ყველაზე მაგარი ეს არის. მე სხვათა შორის ახლა მივხვდი რომ აი ქროში მოვედი და რაღაც სურათებს გადავხედე, მივხვდი რომ მონაკვეთები მაქვს ნახი აი ამ თეატრიდან. და даже მოპირებდი ახლა ძალიან მიდიოდა და თურმე აქ არის თეონა. გჭირდება ის სულიერი საზრდო ანუ აღარ შემიძლია პრაიმ ჰაუსში ამ უნიჭო სპექტაკლების ყურება და მოვედით რომ პროფესიონალური სპექტაკლი უნდა მოიცა 1 2 3 4 ეს არის ხო მეოთხე? ეს არის მეოთხე და ის შიდა სივრცეში თქვა. კაი. აქ და ჯექი და როიალი აქ. გაიყვანეთ ეს ბიჭი. წაიკითხე ის რო არის. აი, სულგან მისამას ჩუჩუ. ყველა მუხლებს ემონება ქსირტო ისია. არგონავტების შეძახილები მოიტანა ჩვენამდე თარმა. შიში და სასოწარკვეთა ეგზოდოდა ამ შეძახილებში. დინარის მედია. ამდენი როგორ იცეკვა? 2 საათი. რაღაც მომენტში ვაკო ვისვენებთ, მაგრამ მაინც აჩა. მაინც ის როგორ ვდივართ, ეგ არის თქვენ დასვენება. წავედი. ეხლა დავბრუნდით. სიმართლე გითხრა, ამაზე კაი საღამო მე აქ არ მქონია. ისინი ამდენი ხანი სად არიან გეხოთ? რა 2 საათი ნახევრიანი სპექტაკლი არ გამოდის.
გადაავა ხა მართლა ხელის დარწმუნება კი არ მინდა თქვენთან მოსასრულო. ჩემ გამოდაგილევია, ჩემო პატარა და ჩემო პრინცესა და ჩემო ფერია. შენ ჩემ გამოდალია მაგიტო გაფასებ ზუსტად. თქვენ გაგიტყდათ რომ მე გიორგისთან და ანისთან გავცვალდი? არა. თქვენ ჩემზე შეხედულება შეგეცვალათ მე რომ გიორგისთან და ანისთან ვცვალდი? შენ თუ ფიქრობ რომ შეიძლება და გამტყდამა და არა სალომე. მაშინ ეგრეა. ეხა ეგ არასწორად. ანუ არ ხარ ვალდებული რა ვინმეს განუმარტო რა გააკეთე და შენი ქმედება და სალომე ვალდებული არ ვარ. ახლა კი დროა რომ ვიკი გავუშვა. ძალიან მალე გავიდა ეს 2 დღე, რაც ვიკი ჩემთან ერთად იყო და იმედია ისევ მალე დაბრუნდება ჩემთან. მიყვარ ხარ. წავიდა ვიკი და წაიღო მთელი ჩემი ენერგია, წაიღო ის პოზიტივი, სიკეთე, სილაბაზე, რაც აი ამ სახლში მაძლებინებდა. წამო რა. ეს ძლივს დავიწყე ვარჯი შეიმენა აღარასდროს აღარ მოვიჭრე. 20 წუთში დამთავრებ და ჩამოხვალ? მე იქნებ აუში. ვცდილობ რომ ჩამოვიყვანო ბავშვები და ჩვენთან ერთად იმხიარულონ, ქეთომ მითხრა რომ 20 წუთში დავუმთავრებ ვარჯიშსოთ და ჩამოვალ და მე ვუთხარი მეთქი ჩვენთან ჩამოხვალ თუ აუში თქო და თქვენთანასო და აუშიცა. ძალიან გულით მიხარია რომ ერთობიან უბრალოდ მე ვერ ვიქნებ. მე ვთვლი რომ მაქაურობისთვის არ ვარ. გიორგის გამო რა თქმა უნდა. ჩეთო ჩეთო. გაგანავიან ბოვარჯიში. გოგო ჩადი დალია ბავშვებთან. ჩვენ თუ გიკადრეთ და მოვედით და გითხარით, თქვენ რატო არ გვიკადრეთ, ქალბატონებო? მანდილოსნები არ ჩანენ უბრალოდ. ის მანდილოსნები, რომლებშიც მე რაღაც ემოციებს ვიწვევ ხდები. გიორგი ნაზარაიძე ცდილობს რომ გაარკვიოს ჩემსა და თეოს შორის რა ხდება, მაგრამ ჩემსა და თეოს შორის ყველაფერი ძალიან კარგად არის გარკვეულიც, დალაგებულიც და დაწყობილიც. ისიც არის ის მეგობრობას რო ვიძახით ამ დროს რა ხდება. ანუ შენერი ტიპებს რომ ხედავდი ხოლმე რა, თუ ყოველთვის ვიძახდი რომ საქართველოს არ მოაკლდა შენერი კაცები. გაგიმარჯოს და შენერი კაცები უმრავლოს საქართველოს ღმერთი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თეო. მაგარი კაცი ყავს გვერდზე. ნუ ახლა მე იდეაში ავტოს გამომივედი იქ. ნუ ახლა იქ მე ვიცი რატომ მივედი. მაშ წავიდა და მისხიდვინო და მალევინეთ სავსე ფიალა ამაწევინეთ. კეთო ვარჯიშობს. ისეთ 2 დღე დარჩა, რადგან ვარჯიშობ. წეგან ისეთ პოზაში დავინარე. წინასწარ არავინ არაფერი. ხო და მაგაზე არ ჯობია შეგვიგო. ეს პროექტი აღარ განმეორდება. ყველაზე მეტად არ მინდა რომ რამე ვინანო, რომ აი პროექტში რო ვიყავი, ეგრე როგორ არ გავაკეთე, ეგრე როგორ არ გავაკეთე. ინანებ, ყველა ინანებ. კეთო არ ჩამოდი და მეუბნები რომ კეთო შეიძლება 2 დღე გაქვს დარჩენილი, ან შენ, ან ანის, ან რავი ციცაკას და ჩამოდი ჩვენთან ერთად გაატარე კარგი დრო. კეთო ჩამოდი, გალო 2 დღეა დარჩენილი. ხო, შეიძლება მართლა 2 დღე დამრჩა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცეები, რაც ჩემთვის იყო და არის მიუღებელი, გახდეს მისაღები. ან შენთვის, ან ანასთვის, მოდი დავლიოთ მაინც. ბოლოში მაინც ვიყოთ მეგობრული და ბედნიერები. ვარჯიშობ. მოკიდე სალომეს ხელი ჩამოვიდეს ეგეც. ჩამოდი ქეთი, ჩამოდი ქეთო. ქეთო! დავანახოთ იმ თეატრ მცოდნეებს, რომ კარგები ვართ, უკეთესები ვართ. რა მოხდა და პრაიმ ჰაუსის მონაწილეები სასმელმა ალაპარაკა. მოდი გოგო, დაგვილი ერთი ჭიქა. ვივარჯიშე. კარგი, გალო, ერთი ჭიქა, რას გიზავს ახლა? მოდი, დალე მოვიტანო ლუდი. ლუდი არ მიირთვა, მაგრამ აუზში გასურა. გიორგიმ გამოიჩინა იმის ინიციატივა, რომ ყველა ერთად დავმსხლარიყავით და ყველას ერთად გვემხიარულა.
ხო იცი შენც რო იქ არ დავჯერები. ყველა მაგას მეუბნება, მარტო რატო ხარ. ცათითაოდ მოდიან ჩემთან და მეუბნებიან რატო ვარ მარტო. როცა რეალურად მარტო არ ვარ, უბრალოდ თავს მარტო არ ვგრძნობ. ველოდები დანარჩენი მონაწილეების დაბრუნებას და უბრალოდ ვისვენებ. რამდენმა მითხრას კიდე. სალო. დამორა. მოდის ანი ჩემთან და მეუბნება რომ წავიდე და მათთან ერთად ვიყო კი არა. მათთან ერთად დაბლიო. ან დებილს გავარ. ვიცი რომ დებილს არ გავხარ. მერე? ანუ გაიგიდე რა. ერთი პირობით წამოვა გინდა? მიდი. შენი ჩანახატები წამოკითხე. მოდი. ანი არერთხელ ცდილობს დაუძახოს სალომეს გამოვიდეს ჩვენთან ერთად, როგორც იქა ითანხმებს სალომეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ანის წიგნაკი, რომელიც არის ახლა მეგობრობის ღიური თუ რაღაც, იმას აუცილებლად წაიკითხავდა სალომე. ანის ღიურმა იარა და საბოლოოდ ჩემს ხელებში აღმოჩნდა. საერთოდ სხვისი ღიურების კითხვა რა წესია, ეგ ვერ გავიგე, იმიტომ რომ ყველა მონაწილე იქ რაღაცა თავის საიდუმლოებას წერს. სალო. ხმამაღლა წაიკითხე რა. გუშინ ისეთი მაგარი ლაივი გქონდა. სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და გიო დამიტოვეს პროექტში. ანის ღიურში ძირითადად ყველაფერი ეხება გიორგის. გიომ წილი მომიტანა. გავიგეთ ანი რომ გიორგი არის ძალიან მაგარი. ნუ გიო რომ მაგარი კაცია, ეგ ხო ვიცი, მაგრამ ამის დასტოინის აქციებით მაოცებს. ანი უფრო მეტად შემიყვარდი ამ შეფასებისთვის, ხო იცი, ჩემი გული შენია თავიდან ბოლომდე. ეს ჭამაზე შეუძლია 20 ხინკლის ჭამა. ანის ფიქრები. გიორგი ჭამს 20 ხინკალს ერთად. გიორგი დღეში 5ჯერ იხიხავს კბილებს. გიორგი არის ძალიან მაღალი, გიორგი არის ძალიან საყვარელი, გიორგი არ ნებდება, გიორგი არის ხალხის რჩეული. გიორგი შეუძლია ერთ ჭამაზე შეჭამოს 20 ხინკალი. რეკორდი დავამყარე, ერთ წუთში ვჭამე 19 ხინკალი. ცოტა ხნის უკან ვიყვირე რაღაცაზე და მე რა ვთქვი მაკოცე თქო. ავთომ და როიალმა ამასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, მე უბრალოდ შევთავაზე. დღეს მე ბიჭებს შევთავაზე, რომ ჩემთვის ეკოცნათ, მაგრამ უარი მითხრეს, მე უბრალოდ შევთავაზე. თურმე ანი შემოგთავაზე რომ ეკოცნა. მეც შემიძლია იგივე უთხრა რომ ანის ეკოცოს და როგორც მე არ მინდოდა ეკოცნა ანისთვის, ისე შეუძლია ანისაც მითხრას რომ ეკოცნა არ უნდა ჩემთვის. დღეს დასახელების დღე იყო აუთსაიდერის სკამზე დასაჯდომად დამასახელეს სალომემ, თეონამ და როიალმა. თუ დავრჩი და მოვედი, ისევ აქ გავაგრძელებთ სიყვარულით და სითბოთით ცხოვრებას. სალომე ისეთი მონდომებით კითხულობს ამ დღიურს, რომ გონია რომ ეძებს სალომე იქ რომ სადღაც უნდა ეწეროსო ჩვენ, მე და გიორგიმ დავიწყეთ ამა და ამ საათზე სალომეს წინამდე ჯადოს გაკეთება, დავიწყეთ ამა და ამ საათზე რაღაცების გაკეთება და სალომე რჩება გაღიმებული. ჩემდა გასაკვირად დღიურში ჯადოს შესახებ არაფერი არ ეწერა. აუ, ეხა თან ესეთი ინტონაციით ეხა. აუ, ეხა ილუზიონისტი იყო მოსული. ლაშა გელაშვილი გაუცებული დავრჩი. ძალიან მაგრად შეასრულა ყველაფერი, მომეწონა. წერის დროს, რა თქმა უნდა, ინტონაციაც აუცილებელია. როგორც ლაპარაკობს, ისე წერს. სალომესთვის მithქვამს გაბრაზებულზე ბეჭკა და რაღაც ეგეთი სიტყვა. ეხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დედა შემოდინე. კიდე თუ ისავს, კიდე ვეტყვი. მაგრამ კარგია, რომ დღიური წავიკითხე, იმიტომ რომ ჩემზე შევიტყვი ახალი ინფორმაცია, სალომე ყოფილა ბეჭკა. ზაბეური რაღაც მეწყება შენგან. კარგი დამოკიდებულებით დავიწყეთ. შენ როცა გჭირდებოდა სოლიდარობა, ყველას დაგჭირდა ახსნა განმარტება თუ რატო ვერ ამოვიღეთ ვერავე ხმა. შენ როცა ხედავ რომ გოგოს ბიჭისგან რაღაც არ სიამოვნებს, როცა ის ბიჭი შენი მეგობარია, მეგობარს მით უმეტეს. უნდა ადგე და უთხრა. კი არ უნდა წააქეზო. იწყება განხილვა იმისა რომ სალომე თulis რომ მე ხარდამჭერა მჭირდებოდა, ანიოვნება შენ მე დედა შემაგინე. თუმცა სალომე პოულობს მაინც რაღაცა წამოსაკიდებელს ანის მიმართ. სალომე აქ იბნება და იძახის რომ მე არ მithქვამს ეს პირდაპირ მნიშვნელობი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველამ დაინახა ბანანის როლა იყო ჩვენი მიმართულებით, დედის გინება იყო ჩვენი მიმართულებით, რასაც ვერავინ ვერ გაიქცევა. ახლა მე მარტო არ ვარ. ჩემს ცხოვრებაში რაღაცას ვაკეთებ, ხო ესეა? ვიღაცამ გასიებული დამიძახა და ბოღმისგან გასიებული და მოდი აქედან დავიწყოთ რომ ჩემთვის მამა ჩემის გარდა დედა არავის
პირდაპირ ესე გეუნები რა და ცხოვრებაში პირველი ადამიანი ხარ ვინც დედა შემაგინა. ან მელაპარაკება ისეთი ტერმინებით, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. შენ თუ რაღაცა კითხვა გქონდა, უნდა მოსულიყავი ჩემთან და ჩემთვის გეკითხა და გასიებული და ბოღმასიებს და რაღაცები, აი აქ ვიდეოში არ უნდა მენახა. სალომე ხედავს იმ პოზიციით ყველაფერს, რაც მას სჭირდება და მას სურს და არა იმ რეალობით, როგორი რეალობაც არსებობს Prime House-ში და ზოგადად. ძირადღირებული ტელეფონი რო გივარდება, ნახე შეიძლება ფრაზა დააყოლო, აუ შენი რა. ანუ დედის გინებასაც ბოლო მომენტში ცვლის რომ უბრალოდ შეიგინა. თემში ეგ არ მოდის. აპრილიდან რაც გამოდის ეგ არის, ხვდები? გინა თვალზე და გინა ფხიზელზე. ანუ მე ესე ვისმის. კაცების გაზრდილი ვარ. თავი მგონია სადღაც რომელიღაც უბანში, ბიჭების გარჩევაში. სხედვართ ჩვეულებრივად რაღაცას განვიხილავთ და უცებ რა ხდება? მე აქ ვაფიქსირებ ჩემ აზრს და მე მკიდია ყველას აზრი. ეს არის ანი. ბოდიში, მაგრამ მე ვერ ჩავიცუცქებ. ეში ყოველ რაღაცა გაწყენინეთ, რაღაცა მოგაძახეთ, თქვენს მომაძახეთ, რაზბორკებიც გქონდა, კეთო იმ დღეს ჩაიქუსა. რაზბორკ ამბავი იყო, ვიფქეთი ამარცხავდა კიდე, მაგრამ მაინც ყველაფერი იქით იყოს. მოდი, გოგოები ხარ და გაგიმარჯოთ. იმას, რასაც განვიცდი ხა აუსთან, ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო მომენტი. ქალი იმსახურებს ბევრად მეტ პატივისცემას, ბევრად მეტ დაფასებას და ბევრად მეტ სიყვარულს. რა, ჩემი მხრიდან ყოველთვის ქალები იქნებით ბევრად დაფასებულები, ბევრად პატივისცემაში იქნებით. ქალებთან არასდროს არ უნდა დაუშვა შეცდომა. მაგრამ შენი დედის მიმართულებით ბოდიში აქვს ძალიან ცუდად, რაღაც შეურაცხყოფა რო იყოს. არავის არასდროს არ ვაპატიებ, დედა ჩემის არასდროს არავის არ გაუტარებ, არ ხო და მოდი ამასაც გაუმარჯოს და დედის პატივისცემა. Prime House-ის გოგოებს გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! მე არ მჯერა იმ კაცების, რომლებიც სადღეგრძელოებში მაღალფარდოვანი სიტყვებით ამკობენ ქალებს სინამდვილეში და რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამ ქალებს ზურგს უკან ჭორავენ, მიწას უთხრიან. არასდროს არ მჯერა და სადღეგრძელოების. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ეგ თემა. აუსთან და იმ ადამიანებთან ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის. არ ვარ თვალთმაგცი, არ შემიძლია ადამიანს გავუღიმო მაშინ, როცა საერთოდ არ მეღიმება, არ შემიძლია შევეგუო სამართლობას და არ შემიძლია ავიტანო ის ყველაფერი, რაც აი ამ დროის განმავლობაში, ვითომ ხუმრობაში, მაგრამ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. Bravo! Bravo! Bravo Teona! Bellissimo! საოცრება იყო, აი ეგეთი სიამოვნება მართლა არ ვიცი. ისეთ კაი ხასიათზე მოვედი თან და იმდენი მაგარი ენერგია და ემოცია ამით. თეონა ისეთი მაგარი იყო. ყველას გირჩევთ რომ სანამ ეს სპექტაკლი გადის, მოასწრო. აი მენდე თეონა შენ საპატივცემულოდ საზამთროს ჩავაციეთ. ეხა ლიზი ამოიღებს და დააჭრის ამას. აი ტელეფონები, მედია დამთავრდა, ტელეფონები მოვიდა. ავტოდინამიკი. მომეთი გადმომხარო. მომილოცე. და არის გამარჯვება, არის. Hi guys, привет-ები ხალხო. მადლობა ყველას წერილებისთვის. ერთი დისლაიკი მაინც დავიმსახურე, რა გინდა? კიდე მომწერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენი რჩევები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუთსაიდერებში ვარ ამ შაბათს. არა უშავს, იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს. თქვენი მხარდაჭერა ხო, რა თქმა უნდა, რა მჭირდება. თუ არ გავგიჟდები, არ ვგანია. ცდილობ შემოვირიგო ადამიანები. ჩაისლიპეთ ენები. თორე. ნუ თავარი მე კარგს იძახიან ჩემზე, ხო? ნუ კი, მაგრამ გავიცი ახლა თქვენთვის არ არის. ახლა ყველა კარგს არის და. Baby, rebuild this house of memories and my picture now. Check it to the ceiling. With a falling, let them to happy. You can tell me I'll be your boy. What? When? You don't know. Seni gittim kıran yılanı derinden
გამორჩეული დღე შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ აუთსაიდერების კამზე არ ვზივარ, ერთადერთი არ მოწონება დავიმსახურე და მგონია რომ ქეთის მაინც გულის სიღრმეში უყვარვარ. ბედნიერი ვარ. ეფინება მზე. მე მგონი რომ თამაში დაიწყო და მიხვდნენ მოთამაშეები რომ დროა ითამაშონ და არა გადაეკიდონ გიორგის, რომ გიორგი მოიშორონ ამ პროექტზე. Surprise! რა აბა? ეგ რა არის? მაფიოზობანას ნიღბები. თამაშობთ მაფიოზობანას. კალებო! დავაი ჩამოვედი. ვიწყებთ? ო! კაი, მოვდივარ. მომეცით ნაკოლი ვინ არის მაფიოზი? გვაქვს 3 ტუზი და დანარჩენი ჩვეულებრივი კარტები. ვისაც შეხვდება ტუზი, ესე იგი ეს არის მაფიოზი. ძალიან მინდა ვიყო მაფიოზი და ისე წავიყვანო საქმე, როგორც მე მინდა. კარტს ჩეხავ, ნახეთ, აი არ ვუყურებ არანაირად. შენ თვითონ აიღე, ისე რო არ დაინახო. როგორ დაიჭა, ყოემოდ? თეონა, ბარემ შენც, მიდი. მობე პატრი, თუ კიდე იღბებს დავარიგებ. ეგ ასაკის ბრალი. ყველა მივიდოთ სახეზე ნიღაბი. მივიდეთ. მაფიოზები იხსნიან ნიღბებს და ეცნობიან ერთმანეთს. გული მწყდება რომ არ ვარ მაფიოზი, რადგან თვლი რომ ყველაზე მაგარი მაფიოზი ვიქნებოდი. გამოვედი მაფიოზი მე, სალომე და ანი. და აი მეც მაფიოზი ვარ. მაფიოზები იკეთებენ ისევ ნიღაბს. ვაიბე, ვიგუდები. და ყველა ვიხსნით ნიღაბს. ჩვენ თამაშობთ მაფიოზობანას. აქ არის ფაჩი ფუჩი, ფიჩი ფუჩი და ტაში ტუში. გავიგე რომ მარცხენა მხრიდან ვიღაცა ფაჩი ფუჩო. აი ფაჩი ფუჩი სად იყო? როდესაც გავიკეთეთ ნიღბები და როდესაც პატრიკმა განაცხადა რომ მაფიოზებს უნდა მოეხსნათ ეს ნიღბები, მარცხენა მხრიდან გავიგე ფაჩი ფუჩი. და ან ეს ფაჩი ფუჩობდა, ან მეორე ქალბატონი ფაჩი ფუჩობდა და მგონია რომ რომელიღაც აქედან არის მაფიოზი. ნაზღაიძე იმდეს ლაპარაკობს, ეგ იქნება მაფიოზი. გამოგიჭირეთ გიორგი. გიორგი ზოგადად არის მაფიოზი და ზოგადად იმდენ სიტყვება რომ მაფიოზობანას ჯერ ვინ აღარ უჯერებს. ანი. ესე მგონია. ანი შენ არ ფიქრობ. რავი, მე ვფიქრობ რა. ოი ანი როგორ დამაბნევლად თამაშობ. ნაკოლიც არ მოგვეცი რა პონდე. ქეთევანია, ფაჩიფუჩი, მაფიოზი. რატო თეონა? მე იმის განავი. ნანუ მე ხო ეხლა მე თავისუფალი პატიოსანი მოქალაქე ვარ და მე მაგალითად მარჯვენა მხრიდან გავიგე ფაჩიფუჩი. აბა სალომე ხა შენ რას გვეტყვი? სალომე თამაშობს ყველაზე მაგრად, იმიტომ რომ თამაშის პერიოდში ისე აკეთებს ყველაფერს, რომ ვერავინ ვერ შეიტანა ეჭვირო, სალომე იქნებოდა მაფიოზი და მე არ ვიცი ვინ როგორი ტაქტიკით თამაშობს ჯერჯერობით. პირველად თამაშობ მაფიოზობანას თქვენთან ერთად და ამ თამაშს შეუძლია გაგიჟება ზოგადად და არა, რატო? ან გაცოფება და ალაპარაკე. არ ვიცი, ამ ხელის მერე უკვე შევხედავ მეცადინება ვინ როგორი ხასიათებით. აი, აბა თეორას გვეტყვი. ამჯერად მგონია რომ თეონა მე მგონია რომ თეონა არის საყურის ფაჩიფუჩმა ამაზე გასცა. მე რატო მადებ ყველა თამაში. ნაგავ დიშ. ჩემი აზრით ანიც და თეონაც არიან ის კანდიდატები, რომელიც შეგვიძლია ორივე თავისუფლად დავასახელოთ, მაგრამ მოდი ამ ეტაპზე, რადგან თეონამ ძალიან დიდი ინიციატივა გამოხატა იმის, რომ არა, რა სისულელეა, მე ვარ მოქალაქე და რაღაცა მსგავსი, მე დავასახელებ თეონას მაფიოზად. კაი. ჩემი აზრით ყველაზე ისეთი რეაქცია ქონდა თეონას. მეც თეონა მგონია რომ მაფიოზი არის. ლიზა შენ ვის ფიქრობ? ჩემი აზრით მაფიოზი არის პატრიკი. მომახდე მაფიოზი ხარ მაფიოზი. რატო ვარ მაფიოზი? რა შემამჩნი მაფიოზობის? აი, დავდებ რომ ანი არის მაფიოზი. აი ეს დავდებ და მომაჭრე. გაჩვენეთ თეონა იძახის რომ კარგად თამაშობ ამ თამაშს. დამაჯერებლად ლაპარაკობს, მაგრამ თქვა რომ კარგად თამაშობ ამ თამაშს. და გამოდის რომ თეონა თუ არ არის, მე უკვე ვიტყვი ვინ მგონი. ვიწყებთ ხმის მიცემას. ვინ აძლევს თეონას ხმას? მე. რამდენი ხმა? უმრავლესობა. 6 ხმა. უმრავლესობა. მაშინ თეონა კარტი ამოატრიალნე. ძამბანძები ხარ? ძამბანძები. შენივე თავმა დაგუყვა თეონა. არა, ნახე, ამ ადამიანმა არ იცოდა წესები და მე ვიხსნიდი, ხვდები? ციცაკ. რა სამწარდები ხოლმე ქალო. ანი არის ის თამაში, ანი არის იქ მაფიოზი. ერთი წამით. რა იცით თქვენ? რა ხდება აქ? მე და ანი დავამუღამეთ თამაში 2 წამში.
და ერთმანეთის გაგდება დავწყეთ ვიტომ. ეგრე უნდა მიდი თეონებს მე იგივე ჩემაზე ვრჩები. შენი აზრით ვინ არის მაფიოზი? ანი არის მაფიოზი. ანი რა. სო, მეგობრებო, დავიძინეთ. დარწმუნებული ვარ, პირველი ისევ მე დამასახელებდნენ. მაფიოზებმა მოიხსნა ნიღაბი და აირჩიონ სვერპლი. როგორ ირჩევს სალომე? სალომე მაგდროს. მოვიხსენით. ვინ გაგდეს? მე გამაგდეს. და პირველი მოთამაშე, რომელიც ეთიშება მაფიის ღამეს, არის გიორგი. დაგუბებულ წყალში ბევრი ბაქტერიაა. როგორ გამიმეტე? ანდერძი. ავთოა მაფიოზი. ხალხო, გვაგდები პატიოსებ მოქალაქეებს. უეჭველი ავთოა მაფიოზი, წამაჭერი თავი. წაგაჭრი. თუ არ ვიქნები წაგაჭრი. ასეა ჩემო კარგო ცხოვრებაში, პატიოსთან ადამიანებს ერჩიან, იქამდე სანამ არ გააგდებენ. რავი, მე მგონი ლიზა არის იგი. როიალია, მაფიოზი. იმებს აბა ქეთიო. რავი, ახლა ქეთი აღარ მგონია ისე ის. რანაირ კაჭიმული ის. ანი არასდროს არ იტყუება ყოველთვის სიმართლეიანი რა. არ ვარ მაფიოზი. არ ვარ მაფიოზი, ბავშვი ვარ. და მაგონ როგორ ზისცით? რავი, არ ვარ მაფიოზი. ქეთი. მე მგონია, რომ მე მართლა მგონია, რომ ქეთია. ხო? ისე იღიმებ შეიძლება. ხალხო, ლოგიკურად დაფიქრდით. გიორგი აგდებდა ანის. თეო. ახლა იმდენი რაღაცა თქვი უცებ, რომ მაფიოზი მაგას იფიქრებდა, რომ უეჭველი იფიქრებ. აბა ავთო ხე შემიგონია? ლიზი არის მაფიოზი ჩემი აზრით. ჩემი აზრით მეგობრებო, მაფიოზი ანა არ არის, იმიტომ რომ ნაზღაიძე რო გააგდეს მაფიოზებმა ის ეგრევე ადგებოდა და ვის აგდებთ ჩემი ყველა ვარიანტში ფიქრობ რომ ავთო არის, იმიტომ რომ ყველაზე ბევრს ლაპარაკობს. მე ვფიქრობ ავთო. მაგრამ ლიზაც გონია. არა, ლიზა არის მაფიოზი, უჩველი. უმიზედოდ ფიქრობს ავთოს, კაი. ქეთი, შენ ვის ფიქრობ? მე მგონია, რომ მაფიოზები არიან ანი, პატრიკი და თეო. როიალ, შენ ვინ გონია? მე ლიზა მგონია, ისა, მაფიოზი. ლიზა გონია მაფიოზი. ვინ ფიქრობთ რომ არის ავთო მაფიოზი? 1 2 3 ავთო 3 ხო. ვინ ფიქრობთ რომ არის ლიზა მაფიოზი? გაწირეს ლიზა. პატიოსანი მოქალაქეა. ხალხო არის. მე არც მაფიოზი არ ვარ. ნურც დამაბრალად და მორჩით რა. თევეა. ვინ აძლევთ ავთოს ხმას თქვი? 4 ადამიანი. ვინ აძლევთ? მეც ავთოს მანძობ. ხუთი, მიდი, აქ გამოატრიანე. უჰა. მოიგეს მაფიოზები. ვინაა მაფიოზი? როიალი არის მაფიოზი. მოჩა, მოიგეს უკვე. ზუსტად ისე წავიდა ეს თამაში, როგორც მენდოდა. საბოლოო ჯამში, როგორც თამაში პრაიმ ჰაუსში, ისევე მაფიის ღამეში აღმოჩნდა ის თავარი მაფიოზი. მართალია ამ თამაში ნიღაბი ვერ მომხსნეს, მაგრამ მე ბევრს მოხსნი ამ შოუში ნიღაბს. გავიმარჯვეთ მაფიოზებმა, იმიტომ რომ მათ შორის იყო თქვენი სიმპათიური ბიჭი როიალი. ზუსტად ისე წავიდა, როგორც მე მინდა. ანი, ხო ხარ მაფიოზი? მოგითხარი, აბა. ძალიან არ მინდა რომ ერთხელაც იქნება და ხმებით ყველას ვაჯობო. ჯერ ერთი ადამიანი მყავს, ვისთანაც მინდა აუთსაიდერებში დაჯდომა და იმისთვის ჯობნა ხმებით, რომ ვანახო, რომ ეგრე არ არის, როგორც მაგას გონია. და ძალიან თავდაჯერებული არის, ზედმეტად თავდაჯერებული არის თავის თავში და რო გონია, რომ ძალიან დიდ ჰაიპში არის და ძალიან დიდი ფანები და ძალიან ისინი ყავს. შევჭამ, გელი ვარ. მოვკლავ ხმებში მოვკლავ იმას. აფერისტოს. რატომ აფერისტოს? ანუ აფერისტოს? შენ გონია? რას აფერისტოს? და. აუ არ მეკუთვნა და ცუდად გავხდა. აი მე არაფერი, რა წამომიყენია. აუ ხელზე არ გია. მე დიდი ელი მაქვს.
აბა თუ დაგვაცალო მარტო ყოფა. კაი. და მოდი. კეთი დაწვა. გამოდით ახლა. ჩვენ გვინდა მარტო ყოფა. შუქში, მე არ მიქრობე შუქს.